Ზელებთ კიდევ ერთი ძალიან საჭირო როტო თემით დღევანდელ შუადღეს მაყურებელს ვეტყვი რომ სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია რომ ტრიქინელოზის საფრთხე არის საქართველოში რომელიც გეტყვით რომ გადადის დაავადებული ხორცის მირთმევით რა არის ტრიქინელოზი და რატომ მოგვიწოდებენ ასევე სპეციალისტები ძალიან მკაცრად რომ ხორც პროდუქტები აუცილებლად სუპერმარკეტებში და იმ ადგილებში შევიძინოთ სადაც შესაბამისი პირობებია დაცული საშიში საკვების სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკა გიგაური გაგვიზიარებს და გვეტყვის რომელსაც მივესალმები. Ალბათო ეკა, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. ამ სივრცეში ლაშა დამეთანხმება რომ არაერთხელ გვისაუბრია ხორცის სარგებლიანობაზე, თუმცა ამავდროულად ძალიან ხაზგასმით და მკაცრად აღვნიშნებთ ხოლმე ყოველთვის რომ ეს არის მაღალი რისკის სურსათის პროდუქტი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ გათვალისწინებული იყოს როგორც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე მისი შენახვისას ტემპერატურული რეჟიმი, თუმცა მიუხედავად ამისა რისკები მაინც არსებობს და ჩვენ აი აღვნიშნეთ ტრიქინელოზი გუშინ რუსთავის მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა თვალი ედევნებინა მარიკა გოცირიძის სიუჟეტისთვის, სადაც საუბარი იყო ერთ-ერთ დაავადებულზე, თუმცა დღეს ჩვენ შევეცდებით რა თქმა უნდა რომ კიდევ უფრო მეტი შევიტყოთ ამ პრობლემის ირგვლივ, რადგან თავი ავარიდოთ, ასე ვთქვათ, მომდევნო არასასიამოვნო ინციდენტებს. დავიწყოთ საუბარი იმით, რა არის ტრიქინელოზი პირველ რიგში. პირველ რიგში ტრიქინელოზი და ზოგადად მინდა მაღალი რისკის ჯგუფის პროდუქტებს შევეხო. ეს არის ცხოველური წარმოშობის სურსათი, რომელიც აუცილებლად გარკვეულ შენახვის ვადებს, შენახვის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლად, მაგრამ აი ეს კონკრეტულად ეს ტრიქინელოზი ჩვენზე აბსოლუტურად დამოკიდებული არ არის. ანუ ჩვენ როგორ კარგადაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ვიცოდეთ ხორცის შერჩევა, ვიზუალურად თვალით ამის დანახვის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. ტრიქინელოზი აღმოჩნდება ხოლმე მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების დროს, აი ამ კუნთებში, რომელსაც ახლა თქვენ გაჩვენებთ. ესე იგი ეს ღორის ხორცში არის მეტად უპირატესად ღორის ხორცზე კონკრეტულად ტრიქინელოზი ამ შემთხვევაში ახლა სხვა ხორცი რომელიც ჩვენთან აკეთებს არ არის, არ დაავადდება, მხოლოდ ეს ნუ შეიძლება კიდე იყოს ტახის, დათვის, ცხელის ხორცში, ხო ესეთი არის და არის გრძივა ესეთ კუნთებში არის ხოლმე ჩაბუდებული და ხშირად ასე ვთქვათ კონშიც და ამისი აღმოჩენა თვალით ესე აბსოლუტურად წარმოუდგენელია და შეუძლებელია. თავად ცოცხალ ღორს ავადობისას იცით როგორ არის თვითონ ხორცის ასე ვთქვათ ღორის პატრონი ამას დიდად ვერ შეამჩნევს, თუმცა მას შეენიშნება კუნთების ტკივილი, შეწუხებული კი არის, მაგრამ ესე ვერ შეამჩნევს პატრონიც კი, ამიტომ რეკომენდირებულია თავად გლეხიც, რომელიც დის ან ოჯახში ადამიანი რომელიც დის ღორს, აუცილებლად სასაკლაოზე ქონდეს ეს დაკლული ღორი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ შეამჩნევს თავად დაკლის შედეგად ამის. როგორც ვთქვათ, სხვა დაავადებებს, როგორც არის საქონლის დაავადება იგივე და ღორშიც არის ესეთი ტუბერკულოზის ნიშნები, როდესაც იკვლება სასაკლაოზე ხორცი და ხდება მისი ასე ვთქვათ დათვალიერება ვეტერინარის მიერ და მინდა გითხრათ, რომ ვეტერინარი არის ყველა ასე ვთქვათ სასაკლაოზე სახელმწიფო ვეტერინარი არის ეს ადამიანი, რომელიც თანამშრომელიც კი არ არის სასაკლაოსი, ის არის მივლენილი იქ, იმიტომ რომ შეამოწმოს მაკონტროლებელი არის ეს ვეტერინარი და ის ვთქვათ იგივე შინაგან ორგანოებს რო ათვალიერებს და კედლებს ამ საქონლის იქ შეამჩნევს თეთ ბურთულებს, რომელიც ასე ვთქვათ დაავადების ნიშნების აღმოჩენისთვის არის ხოლმე ასე ვთქვათ მისთვის მიმანიშნებელი. თავად ცხოველები როგორც შევიტყვეთ ავადდებიან აი ნაგავსაყრელებზე მაგალითად. ღორის შემთხვევაში ზუსტად და ცხოველის ლეშის თუ ჩვენ არასწორად ასე ვთქვათ გავსდით ამ ღორს გავუშვებთ და ის ვთქვათ ექნება წვდომა ნაგავსაყრელთან, თავისთავად ცხადია ის აუცილებლად ღორი არის ბევრი რაღაცის მჭამელი ცხოველი და ის აუცილებლად მიირთმევთ ვერ გავაკონტროლებთ თუ გვეყოლება ესე გაშვებული. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ გამოზრდას ამ ცხოველის, თუ ვინმე სახლში ზრდის, არ გაუშვას გარეთ თქვა თუ კონტროლოთ და ის ვინც ყიდულობს ხორცს, მხოლოდ ისეთ ასე ვთქვათ დაწესებულებაში უნდა იყიდოს ეს ხორცი, რომელიც ვიცით რომ კონტროლდება და გაკონტროლებული ხორცი არის იქ მიტანი. ყველაზე ცუდი ის არის ჩვენ თვალისთვის ეს ყველაფერი ხილული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება. აი ეს მინდა კითხო, თქვა პირობითად მოხდა აი თაგომ რაც თქვა რომ ხილული ვერ არის და რაც არ უნდა დაავადებული იყოს, მე ვერ გავარჩევ ხა ამას, ხო? ამ კონკრეტულ დაავადებას ვერ, თუმცა სხვა რაღაცებზე მინდა რომ გესაუბროთ. აი პირობითად აღმოჩნდა ჩვენ ხელში ასეთი ხორცი, თუ აქვს რამე შესაძლებელია თუ არა მომზადების პროცესში, რომ ან სუნი აქვს ცოტა სხვანაირი ან სუნი და ან იგივე თერმული დამუშავების ახეთ როგორ არის დამარილებით, გაყინვით, შებოლვით, ესეთი ტემპერატურის ზემოქმედებით, თუნდაც მინუს ტემპერატურაზე მკვდომა აი ამ ასე ვთქვათ პარაზიტის არ შეიძლება.
და მხოლოდ თქვა თუ მაღალ ტემპერატურაზე და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგრამ ამ ტრიხინელასაც აქვს ესეთი სხვადასხვა ტიპის არის და არის ზოგი კაფსულაში და იმ კაფსულის გარღვევა ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშაც კი შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ ის, რასაც ჩვენ მაგალითად ვამზადებთ სახლის პირობებში 4-5 საათის განმავლობაში არ ვხარშავთ იმას, ხო? აი მაგალითად მინდა რომ რაღაცა სადილი გავაკეთო ხორცისგან. ის ხო რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვხარშავთ, რომ არ ჩაიშალოს ორგანოლეპტიკა, არ დაეშალოს და ასე შემდეგ. ამიტომ იმ ტემპერატურაზე, რომელსაც ჩვენ სახლის პირობებში ამას ვაკეთებთ, წარმოუდგენელია რომ ეს მოისპოს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევიძინოთ არა ქუჩის ბაზრობებზე, არა ვთქვათ სადღაც ისეთ ადგილას, სადაც საეჭვო ამ ხორცის წარმოშობა, არამედ კონკრეტულად მაღაზიებში, სადაც მოწმდება, სადაც ფორმა ნომერი 2 არის, სადაც არის ვთქვათ ბეჭედი ვეტერინარის და ეს აუცილებელი. ახლა რო შევეხოთ უბრალოდ ვიზუალურად ამ ხორცის გარეგნობას, ხო? ღორის ხორცი განსაკუთრებულად ხო, უნდა იყოს აი ესეთი ზუსტად ეს ახლა კარგი ფერის ხორცია, ვარდისფერი, უნდა იყოს ესეთი ხორცის ფერი, ორგანოლეპტიკურად ანუ სულზე ამას ახლა ბაზარში და მაღაზიაში ჩვენ ამას არ ვყნოსავთ, ამიტომ ვიზუალურად ესე რომ შევხედოთ, აი ითვლება რომ ღია ფერის ხორცი, ღორის ხორცია საუბარი, არის კარგი. ანუ ითვლება რომ ნუ ხარშვის დროს სასიამოვნო სულს თუ უკვე სახში მივიტანი და სასიამოვნო სულს წარმოშობს, ასე ვთქვათ, კარგი. აქ ძალიან განსხვავებულია. ჩვენ მაგალითად რომ ჩვენ მაგალითად აი მაგალითად აი ამ ჯანსაღი ხორცია, ხორცი ვარდისფერი, კი, თითის დაჭერითაც თავისუფლად ადვილად უნდა ბრუნდებოდეს თავის ასე ვთქვათ მოცემულ ფორმას, იგივე ვთქვათ საქონლის ხორციც რო დააჭერა, ნუ უნდა დაგიბრუნდეს, მაგრამ ის თუ ვთქვათ ზედაპირი ლორწოვანი აქ ან ხელით ვთქვათ ეწებება, ესეც არ არის კარგი, ანუ უნდა იყოს ასე ვთქვით პრიალა, მაგრამ ზედმეტად სველიც არა, აი როდესაც ხორცი არის ზედმეტად სველი, ეჭვს ბადებს რომ შეიძლება ის გაყინული და შემდგომ ისევ ასე ვთქვათ გამოღვალი და ისე არის გამოტანილი, ამიტომ მშრალი უნდა იყოს ზედაპირი. ქათმის ხორცს რაც შეეხება ვთქვათ, ხო? ამ ქათმის ხორცსაც იგივე თვისებები ახასიათებს, თუ ვთქვათ ჩვენ შეგვიძლია რომ დანით ასე ვთქვათ გავაკეთოთ რაღაც ასე ვთქვათ ჩაჭრა, მაშინ შიდა მხრიდან უფრო კარგად ამოდის ეს სუნი ორგანოლეპტიკურად ესე მე ვიძახი ჯერჯერობით ნელ ნედლ ხორცზე. შეგვიძლია რომ შევიგრძნოთ ისე ვიზუალურად, ნუ რა თქმა უნდა ეს გადატრიალებით ამასაც ეთყობა რომ ახალია ეს ხორცი და ასე ვთქვათ ორგანოლეპტიკურასაც კარგია. რაც შეეხება საქონლის ხორცს, ოდნავ რაღაც რძის სუნიც კი აქვს ხოლმე, როცა არის ახალი და ახლად დაკლული. თევზზე რაც შეეხება თევზს, ანუ თვალიც უნდა შევამჩნიოთ, უნდა იყოს კარგად გამოხატული თვალი, ამობურცული, რა თქმა უნდა, შიდა, ასე ვთქვათ, ნაწილი ეს აუცილებლად უნდა იყოს ღია ფერის და არ უნდა იყოს ასე ვთქვათ, მოდებული უკვე და ფერშეცვლილი და სხვადასხვა ფერის არ უნდა იყოს. ერთგვაროვანი უნდა იყოს აუცილებლად და გარედანაც აი ესეთი სრიალა უნდა იყოს და არ უნდა ზედმეტად ლორწოვანი არ უნდა იყოს. ახლა ზოგიერთ თევზს ახასიათებს ის ლორწო ახალდაჭერილსაც კი. ამიტომ ახლა ამ ლორწოზე არ არის საუბარი, მაგრამ გალორწოვნება არ უნდა იყოს. რაც შეეხება ვთქვათ ყველს და მას რა ქვია კვერცხს, კვერცხს საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ ხოლმე. საშიშია უნდა გითხრათ, ანუ სალმონელას მაღალი საფრთხე არის კვერცხში და უნდა ვიცოდეთ რომ რა თქმა უნდა არაერთგვაროვან სურსაძეა საუბარი, ერთად არ უნდა დავასაწყობოთ, მაგალითად კვერცხის გვერდზე არ უნდა დავდოთ ყველი, ძალიან ახლოს არ უნდა იდოს მაცივარში, კვერცხის ადგილი მაცივარში ვიცით რომ სპეციალურ ადგილას არის ხოლმე და ის არის განცალკევებული და არ უნდა იყოს ახლოს და აუცილებლად გამოყენების წინ უნდა ასე ვთქვათ გავრეცხოთ. თვითონ სალმონელა ესეა ლიტერატურით ცნობილი რომ კვერცხის გულში ბუდობს. რომ დავაკონკრეტოთ უშუალოდ კვერცხთან მიმართებაში უნდა ვიყოთ ფრთხილად და კვერცხის გარეცხვას ვახდენთ. კვერცხის გარეცხვას ვახდენთ გამოყენების წინ აუცილებლად, ხო? ისე აი დიდ საწარმოებში სადაც რაღაც სურსათის დამზადება ხდება, შინაურ კვერცხს ზუსტად იგივენაირად არის საშიში სახიფათო, როგორც ვთქვათ, იგივე კვერცხი, რომელიც არის ფერმებში, ასე ვთქვათ, გამოყვანილი ფრინველისგან მიღებული. ამიტომ ჩვენ ახლა ხორცი იქნება თუ კვერცხი იქნება თუ ყველი, ის რო სახლურია, არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად არის, ასე ვთქვათ, კარგი. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვთქვათ, დიდ საწარმოებში შემოწმებულია ეს ხორცი მეტ სანდოობას იწვევს, ვიდრე სახლში, სადაც ლაბორატორიები არ არის და ესეც უნდა ვიცოდეთ, აი ეს არის მითი, რომ ჩვენ სახლში თუ რამე ვაწარმოებთ, აუცილებლად კარგად დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, არსებობენ
ვეტერინარი ექიმები, არსებობენ ასე ვთქვათ სწავლული სპეციალისტები, ვინც ამას ასწავლის ადამიანებს. განსაკუთრებულად კიდე მწვანილზე მინდა ცოტა შორს დგას ჩემგან. მწვანილიც ესეთი მიკრობიოლოგიური საფრთხის მაღალი მატარებელია, რადგანაც ნუ ვიცით რომ ის მიწასთან იზრდება და ნუ შესაბამისად შეხებაში თუ არის მიწასთან ისიც მიკროორგანიზმებს იღებს ვთქვათ ადვილად და ხშირ შემთხვევაში სპეციალისტებისგან გვესმის არაერთი რეკომენდაცია რომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გარეცხვა. აი ეხლა ხალხს გქონდა ესეთი გადმოცემა თქვენთან, როდესაც მწვანილთან დაკავშირებით ვიძახდით ნიტრატებთან მიმართებაში, ანუ ქიმიურ საფრთხესთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ რომ დავრწმუნდეთ, რომ ნიტრატები ამ პროდუქტს არ აქვს, ხანგრძლივად ჩალბობა და შემდგომ გამდინარე წყლის გარეცხვით რეკომენდაციას ვაძლევთ. 20 წუთის განმავლობაში, ხო. თუ ვთქვათ, ჩვენ საუბრობთ უკვე მიკრობიოლოგიურ საფრთხეზე და ეს უკვე ნიტრიტები და ნიტრატები არ არის მიკრობიოლოგიურ საფრთხე, ის ქიმიურ საფრთხეა. მიკრობიოლოგიურ საფრთხე იგივე სალმონელაა, რომელიც შეიძლება ამ სურსათში ჩვენ აღმოვაჩინოთ ლაბორატორიული წესით. ისიც ცუდისაა, რომ ჩვენ თავად მაგას ვერ ხვდებით, ანუ ის მხოლოდ კვლევების შედეგად შეიძლება რომ გავარკვიოთ და ამიტომ საამისოდ რომ ავირიდოთ აი ამ მიკრობიოლოგიურ საფრთხეს თავი, აუცილებლად უნდა იყოს ეს კარგად გარეცხილი, დათვალიერებული, თუნდაც იმიტომ რომ ფიზიკური საფრთხეს რო არ შევხვდეთ მის სახით ან რაღაც თქვათ დაბინძურების სახით და ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ხო? საფრთხეები, რომელიც მოაქვს იგივე ქათამს, ესეც სალმონელაა და უნდა ვიცოდეთ, რომ გარეცხვის დროს მაგალითად ჩვენ როდესაც ონკანში ვრეცხავთ ქათამს მთლიანს, უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ ირგვლივ გარემოს ვიდრე ქათამი როგორც არის იქ ადგილზე ირეცხება სასაკლაოებში, ანუ ქათმის ფრინველთა სასაკლაოებში და იმას დამატებით გარეცხვა ეგრე ზიანს მოუტანს ოჯახს. ნუ ირგვლივ მიმოშხებებული თქვა ის მიკროორგანიზმები, რომელიც არის ნედლ ხორცში და შემდგომ თუ ჩვენ ესე გადავწყვიტეთ რომ უნდა გავრეცხოთ, კარგად უნდა დავასუფთავოთ გარემოს ადეზინფექციო საშუალებებით, იმიტომ რომ თვითონ სალმონელა დაბალ ტემპერატურაზე არ კვდება, ჩვეულებრივი ონკანი წყლით თქვა 35-40 გრადუსიან წყლით ის არ კვდება, ის მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე 80 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე კვდება, ესე წყალს ჩვენ ონკანში არ ვიყენებთ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ იგივე ღრუბელი თქვა იქ ირგვლივ რაც გვიდევს იქნებ კოვზი ჩაგვრჩა თქვა იმაში ონკანში გასარეცხი, არ უნდა დავაბინძუროთ პირიქით, რა ჯვარედინი დაბინძურება. რა მინდა ვთქვა რომ უვნებელი სურსათი რომ დავამზადოთ, 5 ძირითადი პრინციპი არსებობს ესეთი, ხო? 5 ძირითადი პრინციპი გავუზიაროთ. ის რომ ჩვენ უნდა ესეთი ნედლეული უნდა ვიყიდოთ სპეციალურ ასე ვთქვათ მაღაზიებში და დაწესებულებებში, სადაც გარანტია გვექნება უვნებლობის. მეორე რომ უნდა ჩვენ განვაცალკევოთ უმი და მზა პროდუქტი, განცალკევებლად უნდა შევინახოთ ყველგან, მაცივარშიც, მაგიდაზეც, მოტანის დროს, ამოლაგების დროს ჩვენი სურსათით, აუცილებლად უნდა სწორად დავამუშაოთ თერმულად ეს პროდუქტები, იგივე რომ ვიცით, ხინკალი 7 წუთი ადუღეო, რატო ხო ვიცით რომ იმ პერიოდში იმ ტემპერატურაზე ის მიკროორგანიზმები არა მარტო მოიხარშებოდა და გემრიელი იქნებოდა თქვათ თვითონ პროდუქტი, არამედ ის გაუნებელყოფილი იქნებოდა რა. რომ მოვხარშავთ სწორ ტემპერატურაზე, აუცილებლად სწორად უნდა შევინახოთ, სწორ ტემპერატურაზე შევინახოთ შემდგომ ყველაფერი მაცივარში, სათანადოდ და მეხუთე პრინციპია რომ გამოვიყენოთ სუფთა წყალი. წყალი თუ ჩვენ არ გვექნა სუფთა, ანუ ამ დანარჩენ პროდუქტებს ჩვენ დავაბინძურებთ, ამიტომ რომ წყლის გამდინარე წყალით სუფთა უნდა იყოს, რითაც დაგუბებული წყლით იგივე სოფელში, ანუ ისეთ ადგილას, სადაც თვითონ წყალი არის პრობლემა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს წყალი უნდა იყოს სუფთა, შემოწმებული, რომ საბოლოო ჯამში სურსათის უვნებლობა იყოს გარანტირებული. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო. მადლობა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ გამოვეხმაუროთ მსგავსი ტიპის თქვათ მაღალი რისკის პროდუქტებს და მაყურებელიც ინფორმირებული იყოს ხოლმე მასთან მიმართებაში, იმისთვის რომ შეძლოს შეიძინოს მისი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ხორცი და მადლობა რომ თქვენს ყოველთვის მზად ხართ ხოლმე დაგვეხმაროთ ამ პროცესებში. წარმატებას გისურვებთ და